საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. ბოიკოტი ან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. დილემა და დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციაში. აძლევს თუ არა ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით და რას მიიღებს ამომრჩეველი ნებისმიერ შემთხვევაში. 20 წლიანი არსებობის შემდეგ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება. საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში, გამკაცრებული კანონმდებლობა, ახალი სტანდარტები მედიას, რას ცვლის სანქციები საქართველოში და როგორი იქნება დასავლეთის პოლიტიკა. რუსეთის აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმას ექნება პასუხი. რისთვის უნდა მოემზადოს უკრაინა პუტინის ბოლო განცხადების შემდეგ? რას შეცვლის დიპლომატია ფრონტის ხაზზე. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მასში მონაწილეობაზე კი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კონსენსუსს ვერ აღწევენ. მონაწილეობა თუ ბოიკოტი, ერთსულოვნება არ არსებობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება, ნაწილი ემიჯნება, თუმცა რა შეიძლება შეიცვალოს. ლელო ოპოზიციას დისკუსიის გახსნას თავაზობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის კალენდარულ არჩევნებს კატეგორიულად ემიჯნება. კახარიას პარტიას ზოგადად არჩევნებისთვის მზაობას აცხადებს, მაგრამ კონკრეტიკას მაინც თავს არიდებს. როგორც ჩანს, ოპოზიციაში დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია და პოზიციების ცვლილება გამორიცხული არ არის. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ასახელებს რამდენიმე არგუმენტს, მათ შორის ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს, პოლიტპატიმრებს, მედიის მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს და ამბობს, რომ ამ პირობებში ჩატარებული არჩევნები ოპოზიციას გამარჯვებას ვერ მოუტანს. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ანგარიშს საქართველოს შესახებ, რომელიც ხელისუფლებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის ქვეშ ჩატარებისკენ მოუწოდებს. კენჭისყრის შედეგად მიღებულ რამდენიმე ჩასწორებაში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. კერძოდ 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები წარმოადგენს კიდევ ერთ გამოცდას საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობისთვის, წერია რეზოლუციაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს ოპოზიციას გამოიყენოს ეს არჩევნები ქართველი ხალხის ერთობის ასახვისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ. როგორც ეს უკვე გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციისა და რეპრესიების წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციებით. მოუწოდებს, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და ინტენსიური საერთაშორისო დაკვირვების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ნამდვილად სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესს. ევროპარლამენტი შემაშფოთებელს უწოდებს 2024 წლის დეკემბერში საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაჩქარებულად მიღებულ ცვლილებებს, რომელიც ევროპარლამენტის შეფასებით არღვევს თანაბარი ხმის პრინციპს და მიზნად ისახავს მმართველი პარტიის დომინირების გამყარებას მმართველობის ყველა დონეზე. ახსენებს, რომ ამ ცვლილებებს აკრიტიკებს ვენეციის კომისია და მოუწოდებს მათი გაუქმებისკენ. მოუწოდებს უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტს და წევრ სახელმწიფოებს განიხილონ დამატებითი ინდივიდუალური სანქციების დაწესება საქართველოს ოფიციალურ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ მომავალი მუნიციპალური არჩევნები ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. კითხულობთ რეზოლუციის პროექტში. ჩალის ფასი დაადო რეზოლუციას თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამ ტიპის რეზოლუცია ბევრი გვინახავს, ვიცით როგორ ხდება მათი მიღება, რამდენ სიხდიან. განაცხადა მან. დღეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის გადაწყვეტილებას პენსიაზე გასვლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი ხაზს უსვამს პირად გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ მისი გაწვევა მის ხელისუფლებას არ მოუთხოვია, ქართულ ოცნებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ დანიგანმა ელჩის მისია ვერ შეასრულა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ვერ განამტკიცა. შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ეს შეფასება. ელჩის მთავარი მოვალეობა არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამტკიცება. თუ რამე გაუგებრობა მან თქვენია და გუნდა აზროვნოს იმისათვის, რომ ეს გაუგებრობები აღმოიფხვრას და სხვა ხარისხში გადავიდეს ეს ურთიერთობები. სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონო დანიგანმა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ვერ გამოიყენა. მან არ დატოვა
აქტიური ელჩის შტაბ-ეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაში არ გაუგეთებია და არ გადაუდგას. ბოლოს საერთოდ გაუგებარი ნაბიჯი იყო, არ გამოქვეყნება პრეზიდენტ ტრამპის მისაროც წერილისა, რომელიც თვითონვე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაუგზავნა ესე იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასე რომ ის პირველწყარო იყო, ვინც მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტს ეს მილოცვა. ამის არ გამოქვეყნება საერთოდ გაუგებარია. ეს ხომ იყო მიმართული ამ ურთიერთობების დაძაბული ურთიერთობების განმუხტვისაკენ. მე მომავალი ელჩისგან ველი, რომ ის მიიღებს მისი ხელისუფლებისაგან დავალებას, რომ სწრაფი ტემპებით გამოსწორდეს ის გაუგებრობა, რომელიც გაუგებრობაც წარმოიშვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის შესახებ გიამბობთ. 3 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე. რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს ყველაზე მეტმა 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცახმა რუსეთმა და მისმა მოკავშირე 8 ქვეყანამ: ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ამავე ჩამონათვალშია ეკვატორული გვინეა, მალი, ნიკარაგუა, სუდანი და ზიმბაბვე. 59 ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მათ შორისაა საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინეთს, რომელიც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ახლა, 2008 წლიდან მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის. აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებაზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა. ირანმაც ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. თავი შეიკავა არაბთა გაერთიანებულმა საამირომაც, რომლის სასარგებლოდაც ქართული ოცნების კრიტიკოსების მტკიცებით საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დათმო. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მედიას არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსობრივი კონტროლი და ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ასე გამოიხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქართული ოცნების მიერ ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეტანილ საჩივრებს. საიაში ამბობენ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 54 მუხლი, რომლის დარღვევასაც ხელისუფლება ტელევიზიებს ედავება, თავისი შინაარსით ცენზურის დაწესების და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმია და ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. მაუწყებლობის შესახებ კანონის 54 მუხლი სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას აწესრიგებს, რომელიც თავისი შინაარსით არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი. მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. შესაბამისად, ეს მუხლი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. ასევე მისი პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ დაცულია მედიის სარედაქციო თავისუფლება და გარანტირებულია მედიის მხრიდან გადაწყვიტონ მათი რეპორტაჟის ფორმა, აცხადებს საია. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, უკრაინაში რუსეთის ომია. უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა რუსეთში და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. წელიწად ნახევარი ემზადებოდა უკრაინას სპეცოპერაციისთვის სახელწოდებით ობობაც ქსელი. ქვეყნის შეიარაღებული ძალები 1 ივნისს დრონებით თავს დაესხნენ რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს. განადგურებულია თვითმფრინავები, მათ შორისაა სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95 და Tu-22M, რომელიც ხშირად გამოიყენება უკრაინაზე შორი დისტანციის სარაკეტო თავდასხმებისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და პუტინმა თქვა, რომ იძულებული იქნება აეროდრომებზე თავდასხმას უპასუხოს. უკრაინამ კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს, ამჯერად წყალქვეშ. უშიშროების სამსახურის ცნობით ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია, წყალქვეშა საყრდენის სვეტები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. ყირიმის ხიდზე აფეთქებები უკრაინელებმა 2022 და 23 წლებშიც განახორციელეს. დღეს კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონში ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტების 3 გამშვები დანადგარი გაანადგურეს.
ჩვენ ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ ექსპერტებთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი, გია აბაშიძე, ანალიტიკოსი და გიგა ინაშვილი, სამხედრო ექსპერტი. აქვე გეტყვით, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღეს გადაცემაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს. ჩვენ შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ ჩვენს სტუმართან, ბატონი ვახტანგ ხმალაძე, შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. ბატონო ვახტანგ, საღამო მშვიდობისა, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობათ, მადლობია მოწვევისთვის. ბატონო ვახტანგ, გვიახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ თავს არიდებს მსჯელობას, ნაადრევად მიაჩნია ზოგადად ამაზე საუბარი და უფრო მეტიც ზოგჯერ უბრაზდებიან კიდეც მედიას, როდესაც რაღაც მონახავს საბოლოო გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებით მათ სტრატეგიაზე ვეკითხებით ხოლმე. მაგრამ ოქტომბერი არც ისე შორს არის და ოპოზიცია როგორც ჩანს ხელს ვერაფრით შეუშლის კალენდარული არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ვიცით, რომ ეს არჩევნები არის კონსტიტუციით განსაზღვრული და ესე მარტივი არ არის რაღაცა თარიღების ცვლილება, ხომ? მოდით, თუ შეიძლება თქვენთან შეთანხმებით დავიწყებ საუბარს ამ საკითხის განხილვით, თქვენ როგორ აფასებთ? დღეს გაშლილია მსჯელობა, ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა. ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, ამ მომრჩევლისთვის ქვეყნის მომავლისთვის რა უფრო მომგებიანია? ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა თუ ოპოზიციის ძალების, რესურსის მობილიზება და მთლიანად ჩართვა ამ ბრძოლაში, რასაც საარჩევნო მარათონი დაერქმევა სულ მალე? კი ბატონო. ამთავითვე მოგახსენებთ ჩემს ზოგად მოსაზრებას, რომ მე მიმაჩნია და ეს არაერთგზის მithქვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ჩემი აზრით არის შესაძლებელი. დღევანდელი სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ფაქტობრივ ხელისუფლებას, ჩემი აზრით არის არალეგიტიმური და არა მხოლოდ არჩევნების გამო არჩევნების დროს დაშვებული თქვათ რიგი სიყალბეების გამო, რომლის საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდიც არსებობს, რის შემოწმება შესაძლებელი იყო, რაც ხელისუფლებამ არ შეამოწმა და ამით კიდევ უფრო გააძლიერა იმ მათი პოზიცია, ვისაც მიეჩნდა, რომ არჩევნების დროს სერიოზული გაყალბებები იყო ჩადენილი. ამიტომ ჩემი შეფასებით დღევანდელი სახელმწიფო ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ამიტომაც მიმაჩნია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების გამართვა და თუ ისევ მოიგებენ არჩევნებს, ოღონდ არჩევნების წესიერად ჩატარების შემთხვევაში, მაშინ კი ბატონო, განახორციელონ ხელისუფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ ახალ არჩევნებს წააგებს და იმ პირობებშიც კი, იმ გაუარესებულ საარჩევნო გარემოშიც კი, რომელიც მან შექმნა. თუმცა არჩევნების აქვე უნდა ვთქვათ, რომ არჩევნების შედეგები, იქნება ეს საპარლამენტო არჩევნები თუ ადგილობრივი არჩევნები, ამ არჩევნების ლეგიტიმაციაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, თუ არჩევნების პროცედურა იქნა სამართლიანი. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით კი ეს გარემო, საარჩევნო გარემო არ არის სამართლიანი. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას. მათ შორის ამ პრობლემაზე მიუთითებენ ისინიც, ვინც ამბობს, რომ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, დიახ, რადგან ეს იქნება იმთავითვე წაგებული არჩევნები. აი აქ მიჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების დროს, იმ პირობებში, როცა ცენტრალური ხელისუფლება მიაჩნია არალეგიტიმურად, როდესაც ადგილობრივი არჩევნები დანიშნულია არა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, არამედ კონსტიტუციით არის დანიშნული ეს არჩევნები, როდესაც საარჩევნო გარემო არის უსამართლო და ხელისუფლება არანაირ მზაობას გამოხატავს ამ გარემოს გასაუმჯობესებლად,
რა უნდა გააკეთოს მაშინ ოპოზიცია. გარკვეულწილად დაბნეულები არიან, ხო, ბატონო ვახტანგ, ეს ძალიან მკაფიოა. არც კონსენსუსი. იცით რა არის? დიახ. იცით რა არის? ახლა მე ვფიქრობ, დღეს უკვე აღარავინ ამბობს იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ნაადრევი არისო. უფრო მეტიც მეცაც ვიტყვი, დღეს მე უფრო მესმის აი იმ ოპოზიციის იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ მე ჯერ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება, მივიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებშიო. მათი მხრიდან რომ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება წარმატების შანსი, თუ ისინი შეთანხმდებიან ერთიან პოზიციაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არჩევნებში უნდა გამოვიდნენ, თქვათ, ერთი პარტიის სახელით. დიახ. აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მათ შეათანხმონ თავისი დამოკიდებულება ზოგადად ადგილობრივი არჩევნების მიმართ, მონაწილეობა არ მონაწილეობა მსხვერპლობაში, მონაწილეობის შემთხვევაში შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე, მერობის კანდიდატებად დააყენონ ყველგან ერთი პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს მთელი ოპოზიცია, საკრებულოს არჩევნებში, მაჟორიტარულ ოლქებში ასევე დააყენონ კანდიდატებად შეთანხმებული პირი და მაშინ მათ შანსი ექნებათ. ნაკლები შანსი არსებობს, ბატონო ვახტანგ, ასე არ ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ? გეტყვით? დიახ. იცით რა, თუ არ მოხდა ეს შეთანხმება, დიახ. მაშინ ამ პირობებში, რაც დღეს გვაქვს, ოპოზიციას სახელმწიფო პარტიის დამარცხების არანაირი შანსი არ აქვს. ბატონო ვახტანგ, ბოიკოტირება საერთოდ გამართლებული არის თუ არა და იმ შემთხვევაში თუ, არ ვიცი, თეორიულად დავუშვათ, რომ შეთანხმდა ყველა ოპოზიციური პარტია და ყველამ გამოუცხადა ბოიკოტი ამ არჩევნებს. ამ შემთხვევაში რა ხდება? აი თქვენ როგორ უყურებთ ამის შესაძლებლობას და პერსპექტივაში რა ხდება შემდეგ? გეტყვით, კი ბატონო. კი ბატონო, გეტყვით. მოდით თქვათ ასე, არჩევნების, ასე თქვათ, ფორმალური ბოიკოტირება, რაშიც იგულისხმება ის, რომ კანონით არის ზოგან განსაზღვრული, რომ არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მაშინ მონაწილეობას მიიღებს, მაგალითად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. დიახ. თუ არჩევნებზე მივა ნახევარზე ნაკლები, არჩევნები ჩაითვლება ჩაშლილად. ასეთი ვითარება იყო მაგალითად საქართველოში 1990 წლის გაზაფხულზე. ასეთ შემთხვევაში ბოიკოტს მოყვება პოლიტიკური შედეგი. არჩევნები ვერ ჩატარდება. მაგრამ ჩვენთან დღეს კანონმდებლობით მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, არჩევნები ყველა შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად, ამორჩეველთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და თუ ოპოზიცია ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, მე უფრო მეცაც ვიტყვი, თუ ოპოზიციის ნაწილმა გამოუცხადა ბოიკოტი არჩევნებს, მაშინ ყველგან არჩევნებში გაიმარჯვებს მართველი პარტია, ქართული ოცნება და შედეგი იქნება ის, რომ არა მარტო ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, არამედ მუნიციპალიტეტების დონეზე, ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში უმრავლესობა ექნება ყველგან ქართულ ოცნებას და მერი ყველგან იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი. მაგრამ არსებობს კი გარანტიები, ცოტა ჰიპოთეტურად ჟღერს, მაგრამ აი მონაწილეობის შემთხვევაში რა შანსები აქვს ოპოზიციას, რომ სადმე მაინც მნიშვნელოვან წილ გამარჯვებას მიაღწიოს? გეტყვით. უყურეთ როგორ არის. ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი მოთხოვნა ოპოზიციის არის ის, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები, ან საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. თუ ხელისუფლება ამას დათანხმდება, იქნება ძალიან კარგი. მაგრამ ამის ალბათობა
მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი პროტესტისა, მიუხედავად დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან მოთხოვნებისა, მე ამის ალბათობა მიმაჩნია ძალიან მცირედ. არ მგონია, რომ ხელისუფლება ამას დათანხმდეს. მაშინ რა მოხდება? გაიმართება ადგილობრივი არჩევნები, ვთქვათ, ბოიკოტის შემთხვევას ვამბობ, გაიმართა ადგილობრივი არჩევნები, მოიგო ოცნებამ, თან მოიგებს როგორ? მას გაყალბებაც კი არ დასჭირდება არსად. ანუ ვერავინ იტყვის წინააღმდეგობის გამწევიც არ ეყოლება, ხო, ფორმალურადაც. დიახ. დარც დასჭირდება, იმიტომ კონკურენტი არ ეყოლება. კი ბატონო. და ამის შემდეგ ადრე თუ გვიან გაიმართება პარლამენტის არჩევნები. და რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში? ოპოზიციისთვის მომგებიანი თუ წამგებიანი მდგომარეობა იქნება იმ პირობებში, როდესაც მთელი ადგილობრივი ხელისუფლება იქნება ქართული ოცნების ხელში. ხომ ცნობილია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია ორი გზით. ერთი ეს გახლავთ არჩევნები. დიახ. მეორე ეს არის ძალის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა. ძალის გამოყენების ხელისუფლების შეცვლის სამი მოდელი არსებობს. პირველი ეს არის რევოლუცია, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით არ ითვლება არაკანონიერ ანტიკონსტიტუციურ მოქმედებად, თუ ხელისუფლება არის ტირანული. მეორე მეთოდი ეს არის სამხედრო გადატრიალება, როდესაც სამხედროები იღებენ ძალას, ხელისუფლებას ძალის გამოყენებით ხელში და მესამე ეს არის გარეშე ინტერვენცია, ანუ სხვა სახელმწიფოს მხრიდან ჯარის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა. და ის მცდელობაც ჰქონდა პუტინს, როცა უკრაინას დაესხა თავს. კი ბატონო. ახლა აი უნდა შევხედოთ, რომ თუ არჩევნები არა, მაშინ რა რჩება, რა შესაძლებლობა რჩება. ახლა მე არა ვარ მომხრე ძალადობრივი შეცვლისა. კი ბატონო, ცხადია. ვერც ამის შესაძლებლობას ვხედა, ვერც ამის შესაძლებლობას ვხედა ქვეყანაში. მას დარჩენილი ერთადერთი გზა არჩევნები. და თუ ეს ხელისუფლება თანდათანობით მაინც არ დასუსტდა, მაშინ ხომ არჩევნების მოგებაც და ხელისუფლების დამარცხებაც შეუძლებელი იქნება. ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება აქ ჩაგეკითხებით, თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ის ვითარება, რასაც აპროტესტებს ოპოზიცია, შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა, იქ მაგალითად ადმინისტრირების არჩევნების ადმინისტრირების ფორმატში და არა მხოლოდ. თუ ბოიკოტს შეეშვება ოპოზიცია და ჩაერთვება ამ ბრძოლაში. და ამ ეტაპამდე ვერ მიაღწია ვერცერთ ცვლილებას იმისათვის, რომ იგივე გარემოში არ ჩატარდეს არჩევნები და იგივე კითხვები არ გაჩნდეს, ხო? თუ იგივე გარემოში ჩატარდება და მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ აი ბრძოლას რამდენად აქვს აზრი, თუ მანამდე ვერაფრის შეცვლას მიაღწია ოპოზიციამ? კი ბატონო, გეტყვით. ესე იგი, მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია შეიმუშაოს, რაც თავში გითხარით. რომ შეთანხმდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, შეთანხმდნენ კანდიდატებზე, რაოდენ რთულიც გინდა იყოს ამ შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ ეს გააჩენს ხელისუფლების ან დამარცხების მეტ ან ნაკლები რაოდენობის ოლქებში. მე არა მაქვს დღეს საკმარისი ინფორმაცია, თქვა სოციოლოგიური გამოკითხვებისა, თქვა როგორი ვითარებაა. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ. აი ამ ძალიან ცუდი საარჩევნო გარემოს პირობებშიც კი თუ ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა, ჯამური რაოდენობა დაახლოებით 20%-ით აღემატება სახელმწიფო პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობას, მაშინ ასეთ მძიმე საარჩევნო გარემოშიც კი შესაძლებელია ხელისუფლების კანდიდატების დამარცხება. რადგან
ყველა ის მეთოდი, რომელსაც იყენებს ხოლმე ხელისუფლება არჩევნებზე თავისთვის სასურველი შედეგის მისაღებად, ამ 20%-ს ვერ ამარცხ, ამ 20%-იან, ასე ვთქვათ, უპირატესობას ვეღარ ართმევს ოპოზიციას. კი ბატონო. შეიძლება ბევრგან არა, მაგრამ მაგალითად თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზოგიერთ სხვა ქალაქში, თქვათ იქ წალენჯიხაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უჩნდება ოპოზიციას შანსი, რომ მერები არ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ საკრებულოებში ხელისუფლებას არ ქონდეს უმრავლესობა, ანუ შესუსტდეს ხელისუფლების გავლენა ადგილობრივ დონეზე. კი ბატონო, ბატონო ვახტანგ. კი ბატონო, დიდი მადლობა გასაგებია. ამით ოპოზიციას მიეცემა შანსი თუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში არა, იმის შემდეგ მაინც გაიმარჯვოს. კი ბატონო, აქ ერთი ფაქტორი მინდა შემოვიყვანო და ეს არის პატიმრების ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები. ცხადია, ეს იყო ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის ანგარიშგასაწევი და თავიდან ვიდრე ღია დისკუსიაზე მაგალითად ლელო მოიწვევდა და კოლეგა ოპოზიციონერებს მოუხმობდა დიალოგისკენ, განიხილებოდა დამაბრკოლებელ ფაქტორად, რომ თუ ეს აქციებზე ან აქციებთან კავშირში დაპატიმრებულები რჩებიან ციხეებში, მაშინ მათი მხარდამჭერების ძალიან ხისტი მოთხოვნაც იყო, რომ ყველამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს არჩევნებს. აი ამ შემთხვევაში მათთვის პატიმართა ოჯახის წევრებისა და მათი მხარდამჭერებისთვის რა შეიძლება იყოს არგუმენტი, რისი თქმა შეიძლება? მე მესმის, ეს ძალიან მძიმე ვითარებაა და მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, მაგრამ აქ ისევ ჩნდება კითხვა. ეს მოთხოვნა არ უნდა მოიხსნას. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა უნდა იყოს და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, უნდა გაძლიერდეს ეს მოთხოვნა. ანუ ეს დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას, სანამ არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი. მაგრამ დასაშვებია და მოსალოდნელია, რომ ამ ფონზე ჩატარდეს არჩევნები, ხომ ასეა? იცით რა არის? მე სამწუხაროდ ვეღარ ვხედავ ამ ხელისუფლებისაგან გონივრული ნაბიჯის გადადგმის სურვილს და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ხელისუფლებამ ეს მოთხოვნები არ შეასრულოს და გაიუარესოს ამით თავისი მდგომარეობა. მაგრამ აქვე მიჩნდება კითხვა, სვამ კითხვას ისეთ რიტორიკულ შეკითხვას, როდის უფრო ადვილი იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლება? როდესაც ხელისუფლებას ექნება არა მარტო უმაღლეს დონეზე მიტაცებული ხელისუფლება, არამედ ადგილობრივ დონეზეც ყველგან მოპოვებული ძალაუფლება, რომლის მიმართაც პრეტენზიები, სამართლებრივი ხასიათის პრეტენზიები ვერ იქნება. ამ შემთხვევაში უფრო გამარტივდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება თუ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას წაგებული ექნება თქვა თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი. კიდევ ერთი კითხვა მინდა მოვასწროთ თქვენთან. ბატონ ვახტანგ, კიდევ ერთი კითხვა მინდა მოვასწროთ, აუცილებლად შევეხოთ მედიის მდგომარეობა საქართველოში და ბოლოს ეს საჩივარი კრიტიკული მედიების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიამ დასაშვება ცნო ქართული ოცნების საჩივრები TV პირველის და ფორმულას წინააღმდეგ. და არსებითი განხილვაც ჩაინიშნა 19 ივნისს გაიმართება ეს სხდომა. მედია ექსპერტები შექმნილ პროცესს და მედიის მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ. ჩვენ არაერთი შეფასება ანგარიში მოვისმინეთ განცხადებები, რომ დაუშვებელია მედიის შეზღუდვა და შინაარსობრივ ნაწილში უხეში გარეხელის ჩარევა. თქვენი შეფასება როგორია? მთავარი გამოწვევა დღეს როგორ უნდა დაძლიოს მედიამ და როგორ არის შესაძლებელი დემოკრატიისთვის მთავარი ფუნდამენტის დამოუკიდებელი მედიის არსებობა, თუ მას უკვე ისეთ შეზღუდვებს უწესებენ, რომ შეზღუდულები არიან ვართ შეზღუდულები კონკრეტული სიტყვათა შეხამების, სიტყვათა წყობის, შეფასების ფორმულირებაში. ხო, ახლა ერთი ნაბიჯი გადადგას კიდევ ქართულმა ოცნებამ, ვურჩევდი, კარგი იქნებოდა რომ აიღოს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი და იმ ლექსიკონიდან ამოშალოს მთელი რიგი სიტყვები.
და თქვას, რომ ამ სიტყვების გამოყენება საერთოდ არ შეიძლება. არა მარტო მედიისთვის, არამედ არც ჩემთვის, არც ხვისთვის. აი, შევხედოთ როგორ არის საქმე. ის რაც გააკეთეს, რაც კანონში ჩაწერეს. ეს არ არის პირდაპირ მნიშვნელობით ცენზურა. რაც აკრძალულია კონსტიტუციით. იმიტომ რომ ცენზურა ეს არის წინასწარი კონტროლი. ანუ სანამ წიგნი დაიბეჭდება, სანამ გაზეთი გამოვა, სანამ რაღაც აი გადაცემის წამყვანი, სანამ ეთერში რაღაც ტექსტს იტყვის, როცა წინასწარ კონტროლდება და თქვათ კრძალავენ გამოცემას ამ ტექსტის თქმას. ეს არის ცენზურა. სიტყვით რომ თქვათ, მაგრამ ის რაც მათ შეიტანეს, ეს ფაქტობრივად ცენზურის ფუნქციას ასრულებს, იმიტომ რომ აქ ხდება უკვე გამოქვეყნების შემდგომი კონტროლი. და ამ კონტროლის საფუძველზე სანქციების დაკისრება. ანუ ეგრეთ წოდებული მსუსხავი ეფექტი. ეხლა ეს ჩემი შეფასებით არღვევს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას და არღვევს მედიის თავისუფლების უფლებას. კი ბატონო. იმიტომ რომ შეუძლებელია გამოხატვა მხოლოდ ფაქტების აღნიშვნით და მოსაზრებაზე უარის თქმით. განსაკუთრებით ანალიტიკურ გადაცემებში. ხო, უყურეთ, საავტორო გადაცემებში არ კრძალავენ. ხო. მაგრამ საინფორმაციო გადაცემებში, საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში კრძალავენ ჟურნალისტების მხრიდან მოსაზრების გამოთქმას. არადა, ახლა წარმოვიდგინოთ ნებისმიერი საინფორმაციო გადაცემა, როდესაც რაიმე ფაქტის წარმოჩენისას ჟურნალისტს ერთმევა საშუალება გამოხატოს ამ ფაქტის მიმართ თავისი დამოკიდებულება. დიახ. ეს უკვე იქნება, როგორ გითხრათ, დაკოდილი მედია იქნება. ძალიან ძიმე ვითარება, კი ბატონო. და ეს ნორმები მე მიმაჩნია არაკონსტიტუციურია იმის გამოც, რომ ის არ აკმაყოფილებს ეგრეთ წოდებული განჭვრეტადობის პრინციპს, რაც არის ერთ-ერთი ელემენტი სამართლიანი სახელმწიფოსი. და ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოსაც არაერთი ნორმა აქვს გაუქმებული კანონის ნორმა. იმ მოტივით, რომ ეს ნორმა არ არის განჭვრეტად. კი ბატონო. იმიტომ რომ დღეს აღმასრულებელს შესაძლებლობა ეძლევა თავისი შეხედულებისამებრ შეაფასოს ეს არის მოსაზრება თუ ეს არის ფაქტი. ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა. და ეს უკვე პრობლემას შეუქმნის ნებისმიერ მედია საშუალებას. ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა. ვაფასებ ძალიან, რომ თანამშრომლობთ ჩვენთან და გვაძლევთ საშუალებას თქვენი ანალიზი მივიდეს ჩვენს აუდიტორიამდე. მადლობა თქვენ, უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ ვუსმენდით კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ხმალაძეს. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ ჩვენი სტუმარი, ბატონი გია აბაშიძე, ანალიტიკოსი. ბატონო გია, საღამოშვიდობისა. მადლობა თქვენი დროისთვის. იმედია გესმით ჩემი ხმა. მადლობა მოწვევისთვის. დიახ, მესმის. კი ბატონო, ბატონ გია, ვინაიდან ჩვენ სტუმართან ბოლო კითხვა მედიაზე ვქონდა, მე ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის კითხვა მაქვს თქვენთან და მინდა ყველა მოვასწროთ, მაგრამ თქვენთან შეთანხმებით მოდით მედიაზე საუბრით დავიწყებ. მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით არის გაუარესებული, ქვეყანა 114 ადგილზეა, თქვენი ციცხადი ამ რეიტინგის შესახებ და მე მაყურებელს ვეტყვი, რომ ეს არის შეფასება მედიის თავისუფლების ინდექსიდან, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრის გარეშე მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში გამოაქვეყნა. საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში მკვეთრი უკუსვლა 24 წლიდან 2024 წლიდან განიცადა. ამ წელს ქვეყნის რეიტინგი 26 ადგილით გაუარესდა. რითი აიხსნება ეს? დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი ხომ არის დამოუკიდებელი კრიტიკული მედია და ბოლო 2 წელი უკუსვლა მედიის თავისუფლების ინდექსში. თქვენ როგორ აფასებთ ამას და ეს რას ნიშნავს ქვეყნის პერსპექტივისთვის, სადაც ჩვენი მთავარი განაცხადი უნდა იყოს დემოკრატიის გაძლიერება?
დემოკრატიული ინდექსების თვალსაზრისით, მათ შორის მედიის ინდექსების თვალსაზრისით უკუსლა წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ პოლარიზაცია არის უმაღლეს ნიშნულზე, იქ უფრო მეტი ვიდრე საქართველოს რეალობაში და ამაში დიდი განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ალარმიზაცია არ არის საჭირო და მით უმეტეს ტრაგედიების შექმნა, როგორც ახასიათებს ზოგიერთ ოპოზიციონერ აქტორს. ხან უკუსლა არის, ხან წინსვლა არის. ეს არის დემოკრატიული პროცესი, მაგრამ იმის წარმოჩენა, საქართველოს წარმოჩენა მუქ, შავბნელ ფერებში, ეს ძალიან არასწორია და ძალიან, ასე ვთქვათ, მანიპულაციის მიღმა არის და უფრო დეზინფორმაციის სფეროში გადადის და რაც შეეხება ბატონ ვახტანგ ხმალაძეს დიდ პატივს, მაგრამ დაკოდილი მედია BBC-ც არის, იმიტომ რომ BBC სტანდარტებით არის ის კანონმდებლობა საქართველოს შემოტანილი, რაც კრძალავს საინფორმაციო საშუალებაში შეფასებებს. ტელეწამყვანი ჟურნალისტი გადმოსცემს ფაქტებს 2x2 4, ეს არის ანი და ბანი მედიის და თუ იქ შეფასებები დაიწყო ჟურნალისტმა და თავისი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება წარმოაჩინა ბრიტანეთში, მემარჯვენეა, კონსერვატორია თუ ლიბერალია თუ მემარცხენეა, ის უკვე აღარ არის ჟურნალისტი და თოქ-შოუებში, კი ბატონო, სწორედ აღნიშნეთ და სხვაებმაც, კი ბატონო, თოქ-შოუებში შეგვიძლია ყველაფერი ვილაპარაკოთ, მაგრამ თუნდაც პოსტივის ტელეწამყვანმა რო თქვას, რომ რადიკალური ოპოზიცია ეს დარღვევა არა, მაგრამ პოსტივის მაგალითად, სადაც მე ვმუშაობ, იქ საავტორო გადაცემაში, რომ ოპოზიცია გავლანძღოდა რადიკალები და ასე თქვა, ეს ნორმალურია. ასე რომ, ნუ აურევთ და ნუ მანიპულირებთ საზოგადოებაზე, რომელსაც არ ევალება, რომ ყველა დეტალი, ყველა ინდექსი და ყველა კანონი იცოდეს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეფასები დაიწყეთ და აქვე მაყურებელს ვეტყვი, რომ ამავე მედიის თავისუფლების ინდექსში 2025 წლის ანგარიში რეიტინგის 100-ს მიღმა. არ არის ევროკავშირის არც ერთი წევრი სახელმწიფო. თქვენ ცხადია, ჩემზე უკეთ იცით ამის შესახებ, უბრალოდ მე მაყურებლისთვის ვამბობ, ევროპის კონტინენტის არც ერთი ქვეყანა არ იყო 100-ს მიღმა ბელარუსის გარდა. და საინტერესოა ესეთი პასაჟიც, რომ 62 ადგილს იკავებს უკრაინა, მოლდოვა იკავებს 35 ადგილს. და უნგრეთი საქართველოს უსწრებს 46 მედია საშუალები და მოლდოვა, ხო? და 46 ადგილით უსწრებს უნგრეთს, ხო? ხო, კი ბატონო, თქვენ შეფასებაში ცხადია თავისუფალი ხართ და მოგისმეთ, უბრალოდ დავასრულებ თუ შეიძლება. 2024 წლის დიახ, ბატონო, პატივისცემით, რა თქმა უნდა, თქვენი მისამართი და ყველა ჩვენი რესპონდენტის მისამართით. 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში აი ეს პროევროპული აქციების დაწყებიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით არის ასეთი მონაცემები, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელშეშლის, ტექნიკის ჩამორთმევის ან დაზიანების 100-ზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. ეს ოფიციალურ რეესტრზე ვსაუბრობ მე და ჯამში 157 რეპორტიორი არის დაშავებული. ფაქტია ისიც, რომ არც ერთი მოძალადე, არც ერთი ნიღბიანი სამართალდამცველი პასუხისგებაში არ არის მიცემული და მათ შორის საინტერესოა ის, რომ ისინიც კი არა წარდგენ მართლმსაჯულების წინაშე, ვინც გაშიფრა, ვისი ამოცნობაც შეძლო მედიამ. ამ მიმართულებით მინდა გთხოვოთ ანალიზი, აი რა გამართლება აქვს ამას, არის თუ არა ეს დაუჟელობის წახალისება და არის თუ არა ეს საშიში საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული მედიისთვის. უყურეთ, ახლა ყველას გვინახავს ინტერნეტში წვდომა ყველას აქვს და ტელემედიასთან. საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები. არავის არ უნახავს იქა, რომ ჩაფხუტები ახურავთ, პრეს აწერიათ და ხვდებათ ხელკეტები პოლიციელების. რატომ იქ არ ხდება იმაზე შეშფოთება და ამიტომაც ვამბობ მე, რომ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, რომელიც არის ულტრა მემარცხენე ლიბერალური ფსევდოლიბერალური ორგანიზაცია, იმის შეფასებები მე არ მაინტერესებს და ფართო საზოგადოებას, როდესაც არის შერჩევითი, ასე ვთქვათ, შეფასებები თუ რეიტინგები. საფრანგეთის დამიდონ, ნიდერლანდების დამიდონ, გერმანიის დამიდონ, ძაღლებს რო უქცევენ ადამიანებს. იქ ძალადობა არ არის, თუ იქ პოლიციელი წმინდა ძროხა არის. უკაცრავად ასეთ შერჩევით შეფასებებს ჩვენი გონიერი საზოგადოება არ იღებს როგორც
ფაქტს და როგორც მოცემულობას. კი ბატონო, მაგრამ არც ჩვენ უნდა გქონდეს კითხვები და არ უნდა მოვიხსენოთ პასუხს. ზოგი არ ლაპარაკობს და ვერ ლაპარაკობს. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ არც ჩვენ საქართველოში არ უნდა ვეძებდეთ კითხვებზე პასუხებს, ამ ძალადობის გამოძიებაზე არ უნდა გქონდეს ვინმესთვის გასაბრაზებელი ან საწყენი უნდა იყოს ამ მიმართულებით დასმული შეკითხვები, როდესაც პირდაპირ ეთერებში ვუყურებდით ჟურნალისტებზე თავდასხმას. საწყენი არის გრიგორიადისის ჰეროიზაცია. საწყენი არის თქვენი ტელევიზიის ეთერიდანაც მზია ამაღლობელის წარმოჩენა როგორც ფრთიან ანგელოზად. არ შეიძლება ხალხს ვატყუებთ манипуляციები არ შეიძლება არასოდეს არც ერთი ეთერით. კი ბატონო, ბატონი, აი შეიძლება თქვენთვის იყოს საწყენი, მაგრამ საზოგადოების ნაწილისთვის არ არის საწყენი და მათაც ვცეთ პატივი, მე მგონი მეთანხმებით. არ არის, ჩემთვის არის მიუღებელი манипуляციური რეპორტინგი. მე არაფერი. ჟურნალისტი გასაგებია. ფაქტებს მონაცემებს და ინდექსებს. კი ბატონო, ბატონგია, გასაგებია. კი ბატონო, გასაგებია, ვაფიქსირებ, რომ საზოგადოების ნაწილს ყოველთვის აქვს განსხვავებული პოზიცია. მინდა გადავიდეთ უშუალოდ პოლიტიკური პროცესების შეფასებაზე. და თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში ვისაუბროთ, თუ შეიძლება. აი, საინტერესოა თქვენი როგორც ანალიტიკოსის შეფასება ორივე მხარის მისამართით. რა რესურსი აქვს დღეს, როგორც სახელისუფლებო პარტიას, ისე ოპოზიციას ამ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართულობას გულისხმობ, რატომ ვერ ახერხებს დღეს ოპოზიცია კოორდინაციას ვერც ერთ საკითხზე, ვერც ბოიკოტთან დაკავშირებით და ვერც მაგალითად ერთსულოვან გადაწყვეტილებას ვერ იღებენ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. აი, თქვენი ანალიზი როგორია? მე თქვენს ეთერშიც გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რომ ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის სუსტი ოპოზიცია, იმიტომ რომ მართველი პარტია უნდა ამყოფო ფორმაში. არა რაღაც ლოზუნგებით, რომ რუსული მთავრობა, არალეგიტიმური მთავრობა, არამედ შეუტიო კონკრეტულ პოლიტიკური მიმართულებებით. ეხლა არის ძალიან უნიკალური შანსი. მუნიციპალიტეტებში იდეალური სიტუაცია არ არის საქართველოში, ისევე როგორც არ არის საფრანგეთის სხვადასხვა პრეფექტურებში, მაგრამ ოპოზიციური პარტია იმისთვის არის ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, გაიგოს მათი წუხილები, დაწეროს პროგრამები, წარმოაჩინოს, აი, როგორც ახლა პოლიტიკა შევადაროთ, უხეში შედარება, როგორც აი კომერციას, ხო? ერთი ბრენდული მარკეტი, რა თქმა უნდა, იქნება მონოპოლისტი, ისევე როგორც ერთი პარტია იქნება მონოპოლისტი. როდესაც არის სხვადასხვა ბრენდული მარკეტები, იქ სადღაც სეილია, იქ სადღაც ჩამოფასებული, იქ სადღაც ასე ოპოზიცია უნდა მიიზიდოს და მუდმივი ნეგატივი და ქართულ ოცნებაზე ხო არ არის ეს ნეგატივი. რატო ლანძღავს ეკლესიას, რატო ლანძღავს სპორტსმენებს, რატო ლანძღავს ტრადიციებს, ხელოვნებს, როგორ შეიძლება საქართველოს შვილი ხარ და ეხლა რას ხედავთ ორმა პარტიამ, ლელომ და გახარიას პარტიამ გადაწყვიტეს, რომ შემოვლენ ადგილობრივ არჩევნებში და ის ორი პარტია, რომელიც აცხადებდნენ, რომ ერთობა ჰქონდათ, დაძმები იყვნენ, უმოწყალოდ ლანძღავენ და თათხავენ ერთმანეთს. აი, დანას სისხლად იმეტებენ ერთმანეთს ტელეეთერებში, სოცქსელებში. ეს ამას როგორ იღებს? კი ბატონო, და აქ ჩნდება კითხვა, მაშინ აღარ ყოფილა ეს ოპოზიცია, მე ძალიან მეწოდებიან ოპოზიციის მხარდამჭერები. ბატონო? მაშინ აღარ ყოფილა ცოტათი ეჭვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანი ოპოზიცია კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს და ყველას ერთი აზრი ექნებაო, დავინახეთ, რომ არ არის ერთსულოვნობა და არ არის ერთი აზრი. არა, ეგრე არ არის. კოლექტიური ნაცმოძრაობა შეიძლება ქონდეს ახლა რაღაც ისეთი გეგმა B, რომ მოდი ახლა ჩვენ ორნი შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ აი ეს ლანძღვა გინება ერთმანეთის, ოდესაც ხარ ერთ პოზიციაზე, მაგრამ ერთი პოზიცია არის ახლა, როდესაც იძახიან, რომ რუსული მთავრობა არის და რუსული ცესკო, აი რა გინდა რუსულ ცესკოში რატო რეგისტრირდები? მაგალითად ის ერთ-ერთი წარმომადგენელი გვარამიეს პარტიაში რო იყო ნომერი პირველი, ხო? ცესკოს მოხელედ გაჩნდა ახლა გვარი დამავიწყდა იმ ქალბატონის. ნუ კარგით რა, ესე იგი, ხან რუსული პროკურატურა, ხან გირაოს იხდიან, ხან არ იხდიან. ნუ ეს ცირკი დამთავრდეს და წინა აზრი რომ დავამთავრო, მე თანავუგზნობ და მეწოდებიან ოპოზიციის
ასეულ ათასობით, დიახ, ბევრი არიან. ნახეთ ეს ლეგიტიმურ არჩევნებში. ხარდამჭერები, თორე დაბნეულები არიან, რომ ამათ როგორ უნდა ვენდოთ, ერთმანეთს ჭამენ და ეს მომიგვარებს მე, რა ქვია, ქობულეთის პრობლემებს თუ ზუგდიდის პრობლემებს. ნუ აი შეუძლებელია სერიოზულად რომ ილაპარაკო ამ რადიკალურ ოპოზიციაზე. კი ბატონო, კიდევ რამდენიმე კითხვა მინდა მოვასწრო, რამდენადაც შესაძლებელია ლაკონურად რომ მიპასუხოთ. აი, როგორ შეაფასებთ ოცნების პოლიტიკას, როდესაც სახელმწიფო პარტიას არ ესმის საზოგადოების იმ ნაწილის ხმა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი, ხო, ამაზეა, ხო? ეს პოლიტიკური დაპირისპირება და აუსრულებელი, ამიტომ არის ქვეყანაში, ხო? აი თქვენც ბრძანებთ, რომ ოპოზიციას ყავს მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი. და ეს ბუნებრივიც არის, არაფერია დემოკრატიულ ქვეყანაში გასაკვირი. ხელისუფლებას როცა არ ესმის მოწოდება იმის შესახებ, რომ ჩანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლება ცხადია პასუხისმგებელია საზოგადოების ამ ნაწილის წინაშეც. იმ ნაწილზე ვსაუბრობ, რომელიც არ არის მისი ამომრჩეველი. ხომ ასეა? არ არის ასე. იმიტომ რომ გამარჯვებული პარტია მიემართება ქვეყნის განვითარებისკენ, ხო? ხო აიღო, რამდენი პროცენტიც აიღო, ანუ გახდა მართველი პარტია. რას ნიშნავს ხელახალი არჩევნები? ვინ დაამტკიცა, რომ ეს გაყალბებული, გაჟონილი იყო და რაღაც სისულელი? ვინ დაამტკიცა? სად დაამტკიცა და უკაცრავად იუკნევიჩიანე და ვიღაცები რასა და მასა და ვიღაცა წარკნა ესტონეთი და ვინ რა სიტყვის რა? ის არ არიან ჩვენი მეფის ნაცვლები და ბატონ პატრონები. რა ვქნათ? ნაკლები მიიღო პარტიამ, ოპოზიციურ პარტიამ, კი ბატონო, შეეგონ 51%-ით გაიმარჯვა პოლონეთის ბოლო არჩევნებში კანდიდატმა, ხო? ეხლა ხელახლა მოითხოვონ 59%-მა, ეს ხო სისულელია და ამიტომ არადემოკრატიულია ოპოზიციის ეს მოთხოვნები, მით უმეტეს თბილისის არადემოკრატიულია, ბატონო გიო. მრავალრიცხოვანი, რამდენიმე ასეული კაცია, რამდენიმე საათით გადაკეტავენ, ყვირიან, წივიან, კივიან აწუხებენ თაწმიდისა სოლაკის მოსახლეობას და ის მოსახლეობა მე ხმას მისცემს საკრებულოში ოპოზიციურ წარმომადგენლებს ასეული ადამიანი დაატანონ ამ რადიკალურმა ოპოზიციონერებმა. ბატონო გია, თუნდაც ეს რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა იყოს თუ არა ანგარიშგასაწევი, პატივსაცემი, საზოგადოების ხო, მილიონ 100.000 არის ქართული ოცნების საორჩეველი და რა ვქნათ ეხლა? გასაგებია, უნდა დავაპირისპიროთ, ბატონო გია, ამას გეკითხებით. მანამდე ვატაროთ ეს ხელახალი არჩევნები, სისულელესკენ მიდის ოპოზიციის ეს ნარატივი და მათ შორის მისი მომსახურე მედიის წარმომადგენლების მანიპულაცია. საერთაშორისო კონტექსტში თუ შეიძლება ერთ კითხვას მოვასწრებთ და ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რამაც საზოგადოებაში მოულოდნელი გაოგნებაც კი გამოიწვია. მე ვგულისხმობ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას და მხარდაჭერას და აქ საქართველოს საზოგადოების ნაწილს ყოველ შემთხვევაში ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩინეთი ამჯერად მაინც დაუჭერდა მხარს ამ რეზოლუციას, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გავაფორმეთ ხომ სტრატეგიული ურთიერთობა ამ ქვეყანასთან. რითი აიხსნება ეს? აი თქვენ რა არგუმენტი გაქვთ, რატომ მოხდა ამჯერად, მაშინ როდესაც ჩვენ ასე დავახლოვდით, როდესაც ხელისუფლებას გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობა არის პრიორიტეტი, რატომ ვერ მივიღეთ მხარდაჭერა მათი მხრიდან? ჩინეთი და რუსეთი უფრო ადრე იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები მრავალმხრივი მიმართულებებით, ვიდრე საქართველო და ჩინეთი. და თქვენ ახსენეთ ეკონომიკური მიმართულებით. დიახ, ეკონომიკური მიმართულებებით ეს მიმდინარეობს და არავინ იცის ფართო საზოგადოებამ, არც ანალიტიკურმა და არც პოლიტიკურმა, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს თბილისსა და პეკინის ოფიციალურ პირებს შორის. რა მოხდება, როგორ მოხდება და ძალიან დიდ ბოდის სუხტი ყველა დევნილს და ყველა დაღუპულს, მაგრამ ამ გაეროს რეზოლუციებით მე პირადად მიმაჩნია არაფერი არ ხდება თუ უშუალო მოლაპარაკებები არ იქნება ოკუპანტ ქვეყანასთან. რეზოლუციებს ხედავთ 90-იანი წლებიდან ეუთო, ევროპის საბჭო, გაერო შედეგი რა არის. ამიტომ ჩინეთი ატარებს თავისთვის საინტერესო და თავისთვის ასე თქვათ ინდივიდუალ პოლიტიკას, საქართველო ატარებს გაერთიანების პოლიტიკას ყველასთან დალაპარაკებით, მათ შორის ოკუპანტსაც უნდა დაველაპარაკოთ ადრე თუ გვიან. ბატონო გია, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დაგემშვიდობებით, ანალიტიკოსი გია აბაშიძე იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი
გაგვარკვევს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაში და ბატონი გიგა არის უკვე ჩვენი სტუმარი. საღამომშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. ბატონო გიგა, რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებზე დრონების დარტყმა. ეს იყო ოპერაცია, რომელმაც აალაპარაკა მთელი სოფლიო. გვინდა ექსპერტისგან მოვისმინოთ ამ სპეცოპერაციის მნიშვნელობა. რითი იყო ეს განსხვავებული, იყო თუ არა ამაში სიახლე, რა მიმართულებით იყო სიახლე და თუ შეიძლება ცხადია ვისაუბროთ მნიშვნელობაზე, რა მოუტანა ამან უკრაინის ფრონტს. დიახ. პირველ რიგში ზოგადი შეფასების კუთხით მინდა ვთქვა, რომ ამ ტიპის ოპერაცია ეს იყო, რა თქმა უნდა, სამხედრო მნიშვნელობის ოპერაცია, მაგრამ ასეთი კონფიგურაციის მცირეგაბარიტული დრონებით სტრატეგიულ სიღრმეებში, სტრატეგიული მნიშვნელობის საფრენი აპარატების განადგურების მსგავსი მაგალითი სამხედრო ისტორიას არ ახსოვს, არის დაახლოებით მსგავსი ოპერაციები, ზოგად პრინციპებს თუ შევადარებთ, ხო? მაგრამ ასეთი კონფიგურაციის ოპერაცია პრაქტიკულად პირველი იყო, მით უმეტეს ასეთი მასშტაბური შედეგით, როცა პრაქტიკულად რუსული სტრატეგიული ავიაციისთვის, რომელსაც ბირთვული რაკეტების, ბირთვული კობინიანი ფთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია, ხო? ამ ხელა დანაკარგის მიყენება გლობალური ბირთვული, ასე ვთქვათ, გლობალური მასშტაბით ბირთვულ პოტენციალზე ძალიან სერიოზულად მოქმედებს რუსეთის და შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელებზე არანაკლებ იგივე დასავლეთში გაუხარდათ ეს, იმიტომ რომ ამ თვითმფრინავების პირველადი დანიშნულება სწორედ ბირთვული კობინიანი რაკეტების გაშვება არის გლობალური ბირთვული ომის შემთხვევაში. თვითონ ოპერაციას რაც შეეხება, ეს იყო ტიპიური, ასე ვთქვათ, ოპერაცია, რომელიც ახასიათებს მეოთხე თაობის ომებს, ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, მეოთხე თაობის ომები, რომლებსაც ხშირად ჰიბრიდულ ომებსაც ეძახიან ხოლმე, ჩვენთან უყვართ ესეთი ტერმინი, ბევრი სხვადასხვა რესურსების ერთობლივი კომბინირებული გამოყენების შედეგად წარმოებს. ასეთი ტიპის მეთოდი, ანუ ამ ბრძოლის წარმოება სამხედრო ოპერაციის ჩატარება ასეთი მეთოდებით ძველ, ასე ვთქვათ, მეორე, მესამე თაობის ომებში არ ხდებოდა. ეს არის თანამედროვე მეოთხე თაობის ომისათვის დამახასიათებელი და გულისხმობს ამას, რომ შედარებით მცირე რესურსებით, მაგრამ ტექნიკური საშუალებების არატრადიციული, არასტანდარტული გამოყენებით მივიღოთ დიდი შედეგი. კი ბატონო, აი შედეგზე როდესაც ვსაუბრობთ, ბატონ გიგა, ის დღევანდელი ინფორმაცია, რაც გავრცელდა ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების, აი 3 გამშვები დანადგარის განადგურებასთან დაკავშირებით, ესეც რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი წინსვლაა უკრაინის ფრონტისთვის? როგორ არიცით, ამაზე ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. ხო, აი ეს მნიშვნელოვანია, თქვენ ხადია უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელი ხართ. არ არის ჯერ ბოლომდე 100%, მე არ მაქვს ამიტომ ზეგი ინფორმაცია, არ არის დადასტურებული. იმ ვიდეოში არ ჩანს, რომ მაინც და მაინც ისკანდერის გამშვები არის ის. შეიძლება რომელიმე ტიპის საზეიმტო სარაკეტო სისტემა იყოს, იმიტომ რომ იქ ცოტა სპეციფიური რაღაც ჩანს აალება ხდება აშკარად სარაკეტო საწვავის და რამდენიმე მიმართულებით მიფრინავს. შესაძლოა რომელიმე საზეიმტო სარაკეტო სისტემაც ყოფილიყო, თუმცა შეიძლება მართლა ისკანდერიც იყო. არ ვიცი ხა რაღაც დრონებით მოხდა დარტყმა სარაკეტო. კი ბატონო, გასაგებია, რაც ვიცით, მაშინ იმაზე დავხარჯოთ დრო თქვენთან შეთანხმებით ცხადია. აი მეტ სიღრმეებში რო წავიდეთ და დავუბრუნდეთ ამ ოპერაციას ობობას ქსელი, რა ტიპის პრობლემა ჩავარდნა ქონდა რუსეთის თავდაცვას? ეს იყო სადაზვერო სამსახურის სისუსტე თუ აი რა მოხდა? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზელენსკის ინფორმაციით დრონების ოპერაცია რუსეთის FSB-ს ხელმძღვანელობის მეზობლად იყო განთავსებულიო და ამიტომაც უფრო მეტი კითხვა არის მიმართული აქეთკენ. როგორ არის იცით, ეს პირდაპირ ჩავარდნა რო დაუძახო, ცოტა ესეთია ძალიან სპეციფიური თემა არის, ანუ უდიდესი რუსეთის ტერიტორია უდიდესი არის და არა მხოლოდ რუსეთი, რა ვიცი, ნებისმიერი ქვეყანა რო ავიღოთ, ხო, მსოფლიოში, ეხლა რაღაც ისე არ მინდა გამომიგდეს, მაგრამ ნუ ნებისმიერი ქვეყანა რო ავიღოთ მსოფლიოში, არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებს არ შეუძლია საკუთარი ტერიტორიის 100%-ით კონტროლი, მაგრამ როდესაც საუბარი არის ამხელა მნიშვნელობის ოპერაციაზე, ამხელა ლოჯისტიკით, მით უმეტეს 18 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე შესრულდა ეს ყველაფერი, ნიშნავს იმას, რომ მთელი რიგი მიმართულებებზე რუსულ სპეცსამსახურებს ყურადღება მოდუნებული აქვს და მთლიანად აქცენტი გაატანილი არის ამ დასავლეთ მიმართულებით, უკრაინის მიმართულებით წარმოებულ საომარ კამპანიაზე და იგით ევროპის მიმართულებაზე. კი ბატონო, ბატონ გიგა. აქ ვნახეთ, რომ
შორეულ აღმოსავლეთში, უკიდურეს აღმოსავლეთში 5500 კილომეტრამდე მანძილზე მოხდა ოპერაციის ჩატარება და დრონების გამშვები კონტეინერების შეტანა. კი ბატონო, აი ყირიმის ხიდთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, ეს შემთხვევაც არ არის უმნიშვნელო, ან რიგითი ოპერაცია. ინფორმაცია არსებობდა, რომ დაცვის ისეთი შრეები ქონდა ამ ხიდს, რომ მიახლოებაც კი შეუძლებელი იყო, არ უნდა გამორჩენოდა ამ დაცვის სისტემებს. ამ მიმართულებით რის თქმა შეიძლება რა მოხდა? ესე იგი, ყირიმის ხიდი უმნიშვნელოვანესი არის ყირიმის დაცვისათვის რუსეთისთვის. ეხლა მთლიანად ყირიმის ხიდზე არ არის რუსული ლოჯისტიკა დამოკიდებული, იგივე ეს რაც აქ ტერიტორია დაკავებული უკრაინის სამხრეთით მოძრაობს რუსული ლოჯისტიკური კოლონები და მაკედონიაში აქვს, მაგრამ ხიდზე გამავალ აქ არის ერთი საავტომობილო გზა და აქეთ მეორე მხარეს არის მარცხენა მხარეს არის სარკინიგზო ხაზი და აი ამას საკმაოდ ისეთი დიდი დატვირთვა თუ აქ დაცვა საკმაოდ ძლიერი აქვს. პირველ რიგში ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით დაცვა, თვითონ ისიც რომ პატარ-პატარა კუნძულები არის თვითონ ხიდის შუა ნაწილებში 2-3 ადგილზე შუაში წაყენია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მთლიანად ამ არეალსაც საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემები იცავენ, საკმაოდ სერიოზულად არის ავიაციისგან დაცული, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ უკრაინელებმა TLK-400 ტიპის წყალქვეშა დრონები, ეს არის აი პატარა ზომის წყალქვეშა ნავს წააგავს რა. წყალქვეშა კამიკაძე დრონებით მოახდინეს შეჟონა ხიდის წყალქვეშა ბურჯებზე, ხიმინჯებზე და იქ მოახდინეს რამდენიმე აფეთქება ამ TLK-400-ის 500 კილოგრამიანი საბრძოლო მუხტებით. იყო ინფორმაცია, რომ ხიდის გარშემო ხო განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე წყალქვეშ ესეთი ცხაურებიც კი იყო გაბმული, რაღაცა წყალქვეშა დრონებისგან დაეცვა ხიდი, მაგრამ ხო, ყველაფრის ამის გათვალისწინებით იყო მოულოდნელი ეს შედეგი. კი, საკმაოდ ისეთი მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით ის აფეთქება რომ გავიხსენოთ, თუ გახსოვთ ეს მანქან დანაღმული ტრაილერი რო აფეთქება ზემოდან, მაგის მერე განსაკუთრებით გააძლიერეს დაცვის სისტემები, როგორც პასიური დაცვის სისტემები, ასევე მაშინ რა გამოეპარა ამ მიმართულებით? აი აქ ამდენი დაცვის მექანიზმზე ვისაუბრეთ ხო ახლა? ხო, ზუსტად ვერ ვიტყვით, როგორც ჩანს, მკვდარი ზონები იყო წყალში, საიდანაც შეჟონეს ამ უკრაინულმა დრონებმა, თანაც ეს პატარა დრონები არის ახლა. სენსორები ასე თუ ისე უყენიათ რუსებს აქ და მეტნაკლებად ამ სენსორებს შეუძლიათ აღმოჩენა, მაგრამ როგორც ჩანს, მუდმივ რეჟიმში არ არის ესენი ჩართული, რაღაც ადგილები არის მკვდარი ზონები, თან დიდი ტერიტორია არის და მოახერხეს. კი ბატონო, აი ორი კითხვა მინდა მოვასწროთ ბატონ გიგა. ოპერაცია ობობას ქსელის განხორციელებისთვის ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა მებრძოლები სხვადასხვა ხარისხის ორდენები დააჯილდოვა, ცხადია წარმატებულად შეფასდა ეს ყველაფერი, მაგრამ აი რა შეიძლება იყოს პასუხი რუსეთის მხრიდან? ჩვენ მოვისმინეთ სატელეფონო საუბრისას დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, რომ პუტინი ამბობს, რომ ის იძულებული იქნება უკრაინის დრონები თავდასხმას უპასუხოს. რისთვის უნდა მოემზადოს ახლა უკრაინა? დიახ, ოპერაცია როგორც იცით ჩატარა უკრაინის SBU, ანუ უშიშროების სამსახურმა ვასილი მალიკოვანელობით დაჯილდოებას მოხდა, რაც შეეხება პასუხს. პასუხი ახლა რუსეთის მხრიდან რამდენიმე ვარიანტი არის. ერთი შეიძლება იყოს, რომ პირდაპირ ასე ვთქვათ, სიმეტრიული პასუხის კუთხით შეიძლება რუსეთმაც საპასუხო დივერსიული მოქმედებები წამოიწყოს უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის დასავლეთ უკრაინაში, ეგეც ერთ-ერთი ვარიანტია. მეორე უფრო სავარაუდო ვარიანტია, რომ აი ამ კომბინირებულ დარტყმებს სარაკეტო შეიარაღებით და დრონებით, რასაც აქამდეც აკეთებდნენ, კიდევ უფრო მასშტაბებში გაზრდიან და უფრო გახშირდება და შეიძლება ამას დაემატოს ის ყბადაღებული ეს ორეშნიკის რაკეტის გამოყენებაც, რაზეც ბევრს საუბრობენ, მაგრამ ამასაც რაღაცა გარდამტეხი მნიშვნელობა არ ექნება უკრაინის წინააღმდეგ. მოკლედ უკრაინა უნდა გააძლიეროს თავდაცვა. ხო, ეს თავისთავად ის არის, ბირთვულ შეიარაღებას არ შეეხება, რაც არის ბოლო დღეებში. კი ბატონო, დიახ. ბირთვულ შეიარაღების შესაძლო გამოყენებას მაგის შანსები მინიმალურზე და კი ბატონო, თუ შეიძლება აი ბოლო კითხვას მოვასწრებთ იმედია, ეს სპეცოპერაციები, ყირიმის ხიდიც, ობობის ქსელიც, დღევანდელი შემთხვევაც და თუ დადასტურდება ცხადია, რა გავლენას მოახდენს იმ მოლაპარაკებათა ციკლზე, პროცესზე, რომელსაც ელოდება მთელი მსოფლიო, არა მხოლოდ უკრაინა. მოკლედ, აი დიპლომატიის პერსპექტივაზე მინდა გკითხოთ, სად წყდება რეალურად დღეს უკრაინის ომის ბედი ფრონტის ხაზზე, თუ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და ამ მიმართულებით გაართულებს თუ არა მდგომარეობას უკრაინის ეს წარმატებული სპეცოპერაციები? აი თავიდან თქვენს მკითხეთ, რომ აი ამ ოპერაციას არ შედეგი ექნება ბრძოლის ვეღარ გიპასუხეთ მე ხო?
კითხვაში. მოკლედ, ესეთი ტიპის ოპერაციები, სადაც ხდება სტრატეგიული რესურსების პრევენციული განადგურება, რომელსაც პირდაპირ ან ირიბის ზემოქმედების მოტანა შეუძლია ბრძოლის ველზე, ხო? უშუალოდ ბრძოლის ველზე, ანუ სახმელეთო ოპერაციების კუთხით, ამის შედეგი მხოლოდ ასე ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება ხოლმე რაღაც მომენტალური გავლენა ამას საბრძოლო მოქმედებებზე სახმელეთო კომპონენტში არ აქვს. ბევრად დიდი დატვირთვა აქვს პოლიტიკურ ბრძოლის ველზე და დიპლომატიურ ბრძოლის ველზე, იგივე ამ მოლაპარაკებების თემაში, რაც ხდება სტამბულში, მეტნაკლებად აძლიერებს უკრაინულ პოზიციებს, მოტივაციას მატებს უკრაინელ პოლიტიკოსებს, რუსები ხედავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, უშიშროების სამსახურებს პრაქტიკულად შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის გამორჩეულად სტრატეგიულ ობიექტებზეც კი შეუძლიათ მსგავსი დარტყმების მიყენება და გარკვეულ ასე ვთქვათ სამხედრო პოლიტიკურ ბერკეტებს უძლიერებს უკრაინას. ბევრი რაღაცაზე არის დამოკიდებული აქ შედეგი, მოლაპარაკების შედეგი, მაგრამ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მადლობა თქვენი დროისთვის. გიგა ინაშვილი სამხედრო ექსპერტი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღეს ჩვენი სათქმელი. პატიმრობაში რჩება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მე ისევ გავიმეორებ თავისუფლება მზიას. თქვენ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.